რა არის თუთია? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს ჩვენ გავხსნით საიდუმლოს, რომელიც ყველგანაა. იცავს ჩვენს კონსტრუქციებს, უზრუნველყოფს ბატარეების მუშაობას და ასევე გვხვდება აუცილებელ მეტალის შენადნობებში. დაფიქრებულ ხარ ოდესმე იმ მეტალზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბრწყინვალე არ არის, ინჟინერიის ნამდვილი უცნობი გმირია. ის მოქმედებს როგორც უხილავი ფარი დროისა და გარემოსგან გამოწვეული დეგრადაციის წინააღმდეგ. ხშირად ელემენტის სიდია და მის ხილვადობაში კი არა, არამედ იმაშია, რომ შეუძლია მრავალი გამოყენების ვადა და უსაფრთხოება გაახანძლიოს. მოდით ერთად შევისწავლოთ თუთიის სამყარო, მეტალი, რომელიც შეიძლება უბრალოდ ჩანდეს, მაგრამ მისი მნიშვნელობა უზარმაზარია. მაგრამ საბოლოოდ რა არის ეს ქიმიური ელემენტი და რა თვისებები აქვს მას, რაც მას ასეთ განსაკუთრებულსა და შეუცვლელს ხდის ინჟინერიისთვის. თუთია, რომელიც ქიმიური სიმბოლოთი ZN-ით აღინიშნება და პერიოდულ ცხრილში ატომური ნომერი 30 აქვს, გარდამავალი მეტალია, თეთრ ლურჯი ფერის. ცნობილია თავისი ჭედვადობითა და წელვადობით მაღალი ტემპერატურების დროს, ის შედარებით რეაქტიულია და აქვს შედარებით დაბალი დნობის წერტილი, დაახლოებით 419 გრადუსი ცელსიუსი, რაც ამარტივებს მის დამუშავებას. თუმცა თუთიის ყველაზე გამორჩეული თვისება და ის, რაც მას მრავალი გამოყენებისას მთავარ როლში აყენებს, არის მისი განსაკუთრებული მდგრადობა კოროზიის მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გამოიყენება გალვანიზაციისთვის. ეს თვისება მას ნამდვილ მებრძოლად აქცევს სხვა მეტალების, მაგალითად ფოლადის, ჟანგისგან დაცვის საქმეში. პროცესისგან, რომელიც ყოველწლიურად მილიარდობით ზარალს იწვევს. სათუხდებით თუთიას ბუნებაში და როგორ ვიღებთ მას დედამიწიდან, რათა გამოვიყენოთ ჩვენს გამოგონებებსა და ნაგებობებში. თუთია იშვიათი მეტალი არ არის და ის დედამიწის ქერქში 24 ყველაზე გავრცელებული ელემენტია. ის ძირითადად გვხვდება სულფიდის მადნებში, მაგალითად სფალერიტში, რომელიც მისი მთავარი კომერციული წყაროა. თუთიის მოპოვება არის პროცესი, რომელიც მოიცავს ამ მადნების მიწიდან ამოღებას, რასაც მოჰყვება გამდიდრების ეტაპები, რათა თუთია სხვა ელემენტებისგან გაიმიჯნოს. ამოღების შემდეგ მადანი როგორც წესი კონცენტრირდება და შემდეგ გადის გამოწვის პროცესებს, რაც გულისხმობს გაცხელებას ჰაერის თანდასწრებით, ხოლო შემდეგ ხდება მისი განწმენდა. ეს პროცესები შეიძლება იყოს ელექტროლიტური ან დისტილაციის გზით, რათა მივიღოთ მაღალი სისუფთავის მეტალური თუთია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და ვიყენებთ. ჩემი პროფესიული ცხოვრების რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მუშაობდი თუთიის მეტალურგიულ ინდუსტრიაში აქ ბრაზილიაში, რომელიც აწარმოებდა თუთიის სხვადასხვა ქვეპროდუქტს, როგორიცაა თუთიის ოქსიდი და მეტალური თუთია, ინგოტების სახით. პროცესი მიუხედავად იმისა, რომ რთულია, აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მეტადღირებული მასალა ხელმისაწვდომი იყოს ინდუსტრიისა და ინჟინერიისთვის მთელ მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ნედლეულს მისი მრავალმხრივი გამოყენებისთვის. მაგრამ ეხლა მოდი ჩაუღრმავდეთ მიზეზს, თუ რატომ არის მისი მთავარი ცვლილი ის, რაც მას ამდენი ნაგებობის უხმომცველად აქცევს. პასუხი არის კოროზიისგან დაცვა და ამისთვის ყველაზე ცნობილი მეთოდია გალვანიზაცია. ძირითადად გალვანიზაცია არის პროცესი, როდესაც ფოლადი ან რკინა იფარება თუთიის თხელი ფენით. მაგრამ რატომ მუშაობს ეს ასე კარგად? არსებობს ორი მთავარი მიზეზი. პირველი, თუთია მოქმედებს როგორც ფიზიკური ბარიერი და უშლის ხელს ჟანგბადსა და წყალს, რომ შეეხონ ძირითად ლითონს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა მეორე მიზეზი, სადაც თუთია მოქმედებს როგორც მსხვერპლშეწირული ანოდი. ეს ნიშნავს, რომ თუ თუთიის ფენა დაიკაწრება ან დაზიანდება და ფოლადი გამოჩნდება, თუთია მაინც უფრო ადრე დაიჟანგება ვიდრე ფოლადი. ის სიტყვასიტყვით თავს ცირავს უფრო კეთილშობილი ლითონის დასაცავად, რადგან უფრო რეაქტიული მეტალია. წარმოიდგინეთ თუთია როგორც ჯარისკაცი, რომელიც თავს ცირავს მეფის დასაცავად, ის იშლება, რათა ფოლადის მთლიანობა შეინარჩუნოს. ეს გალვანური დაცვა უზრუნველყოფს სახურავის ფილების, ხრახნების, მოაჯირების, ხიდების, ელექტრობოძების და ავტომობილების კომპონენტების გამძლეობას, რაც მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას 10 წლეულებით ახანგრძლივებს. ფოლადის დაცვასთან ერთად თუთიას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს ინჟინერიისთვის, რაც მას მრავალმხრივ კომპონენტად აქცევს სხვადასხვა დანიშნულებაში. დიახ. ის შესანიშნავი პარტნიორია მეტალის შენადნობების შესაქმნელად, ყველაზე ცნობილი ალბათ თითბერია, რომელიც სპილენძისა და თუთიის შენადნობია. თითბერი ფასდება მისი კოროზიის მიმართ მდგრადობის, მოქნილობისა და მიმზიდველი ესთეტიკის გამო. ამიტომაც გამოიყენება მუსიკალურ ინსტრუმენტებში, ელექტროკომპონენტებში, სანტექნიკის ნაწილებში, კარის სახელურებსა და დეკორატიულ ელემენტებში. თუთიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოყენება არის ბატარეებში.
მაგალითად, ჩვეულებრივი თუთე ელემენტები თუთიას იყენებენ ანოდად, სადაც ის მოქმედებს როგორც მასალა, რომელიც გამოყოფს ელექტრონებს ელექტრული დენის წარმოსაქმნელად. არსებობს ასევე თუთია ჰაერის ბატარეები, რომლებიც მსუბუქია და აქვთ მაღალი ენერგიის სიმკვრივე. ამიტომ გამოიყენება სმენის აპარატებში და ზოგიერთ ელექტრომობილში. მისი უნარი მონაწილეობდეს ამ ელექტროქიმიურ რეაქციებში, მას ენერგიის დაგროვებისა და გენერირების ძირითადი კომპონენტის როლში აყენებს. თუთიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს რთული დეტალების წარმოებაში, პროცესის მეშვეობით, რომელსაც წნევით ჩამოსხმა, ანუ დაიკასტინგი ეწოდება. მისი დაბალი დნობის წერტილი და გამდნარი მდგომარეობაში სითხის მაღალი დონე მას იდეალურს ხდის დეტალების წარმოებისთვის, რომლებსაც მაღალი ზომითი სიზუსტე და შესანიშნავი ზედაპირის დასრულება აქვთ. და ეს ყველაფერი შედარებით დაბალ ფასად მიიღწევა. თუთიის ჩამოსხმული დეტალები გვხვდება ელექტრონიკის კორპუსებში, მანქანების კომპონენტებში, კარის სახელურებში, სათამაშოებში და ზოგიერთ ავტომობილების ნაწილშიც კი. ეს უნარი ჩამოყალიბდეს რთულ და დეტალურ ფორმებში დიდი უპირატესობაა ინჟინერიისთვის. და ეს აქ არ მთავრდება, რადგან თუთიის ოქსიდი მაგალითად გამოიყენება მზისგან დამცავებში, საღებავებში, რეზინებში და კოსმეტიკაში მისი ულტრაისფერი შთანთქმის გამო. ასევე ის სოკოს საწინააღმდეგოცაა. თუთიის სულფაპიკი სასუქებში გამოიყენება. ანუ მისი არსებობა იგრძნობა ბევრ სფეროში, რაც ხშირად აცკი წარმოგვიდგენია და ბევრად ცდება მხოლოდ მეტალს. მაგრამ ნეტავ, ასეთი ფართოდ გავრცელებული მასალა ინდუსტრიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს ან საკითხებს ინჟინერიისა და გარემოსთვის. როგორც ბუნებიდან მოპოვებული ნებისმიერი მეტალის შემთხვევაში, თუთიის მოპოვებაც საჭიროებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ეკოსისტემებზე ზემოქმედება. თუმცა თუთია ასევე ძალიან მარტივად გადამუშავებადი მასალაა. თუთია, რომელიც გვხვდება გალვანიზებულ პროდუქტებში, მაგალითად, შეიძლება აღდგეს და ხელახლა იქნას გამოყენებული, რაც მასალის სიცოცხლის ციკლს ხურავს და ანცირებს პირველადი მადნის მოპოვების საჭიროებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თუთია აუცილებელია ადამიანის და მრავალი ცოცხალი არსების ჯანმრთელობისთვის მცირე რაოდენობით მონაწილეობს ფერმენტებსა და მეტაბოლურ ფუნქციებში, მისი სიჭარბე შეიძლება საზიანო იყოს, როგორც ეს ხდება უმეტეს მძიმე მეტალებთან. ამიტომ ინჟინერია და მეცნიერება ერთად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუთიის გამოყენება იყოს ოპტიმიზებული და უსაფრთხო, როგორც წარმოების, ასევე უტილიზაციის პროცესში. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა მზეზე მოციალე მეტალის კონსტრუქციას დაინახავ, ან როცა პულტში ელემენტს გამოცვლი, შესაძლოა სწორედ თუთია იყოს მისი გამძლეობისა და მუშაობის საფუძველი. თუ აქამდე მოусმინე და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ ახარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე მოხსენიებული ჩვენს ვიდეოებში. და თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებიც გირჩიეთ, გამოიყენე გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბული. რათა მიიღოთ ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომ განევითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას მოახდენენ. და ოდესმე დაფიქრებულ ხარ ამდენად მრავალხრივი ლითონის მნიშვნელობაზე. სად კიდე ვფიქრობ, რომ თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს? დატოვე კომენტარებში შენი აზრი, მინდა ვიცოდე შენი მოსაზრება. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ფუნქცია და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.